I'm German homelos, I drink coffee and I know things. 65 ეპიზოდის თემა არის მადლიერების მადლი. მადლიერების გამოხატვა სადღაც იქ მომავლისთვის გადანახული მოვალეობა გგონია. თუ რაღაც ძალიან დიდ ოცნებას ავიხდენთ, აგვიხდენს ღმერთი და უწმუნოებისთვის სამყარო, ასე ამბობენ ხოლმე, სამყარო დამაჯილდოვაო. ჩვენ ფიქრობთ და გგონია, რომ მადლიერების გამოხატვა თუნდაც ჩვენთვის, როცა არავინ გვხედავს და გვისმენს, არის მხოლოდ მაშინ საჭირო, თუ ვიღაც ციხესიმაგრეს გვაჩუქებს, რაღაც ძალიან მაგარ მანქანას ან მოვიგებთ გათამაშებაში, ან ვიყიდით, ან რაღაც დიდ თანხას მივიღებთ და პატარა რაღაცებზე მადლობის გადახდა უფლის მიმართ სულ გვავიწყდება. არა და თუ დაუკვირდებით, ზუსტად ამ პატარა დეტალებში იმალება ყველაზე ტკბილი ბედნიერება და სიხარული. მენდეთ ამაზე ძალიან ბევრი დაკვირვება მაქვს ჩატარებული და ბევრიც ნაფიქრი. როგორც იტყვიან, ოქროს ძებნაში ხშირად ბრილიანტებს ვკარგავთ და ზუსტად ამისთვის არის საჭირო მცირე გამარჯვებების და საჩუქრებისთვის მადლიერების გამოხატვა, თქმა, დაწერა, ვიდეოში თქმა, ვინმესთვის თქმა, უფალთან გამარტოებისას თქმა, მთავარია გამოხატვა ამ მადლიერების. ეს პატარა საჩუქრებია ის, რომ გვაქვს საკუთარი სახლი, ოთახი, საკვები, ფინჯანი ყავის ძალების ბედნიერება, ბუნებით ყოფის სიხარული, კარგი წიგნის წაკითხვის საშუალება რომ მოგვეცა, საყვარელი მაისური რომ ვიყიდეთ, რაღაც კერძის გაკეთება რომ ვცადეთ და გამოგვივიდა. ვიცი, მესმის, შეიძლება ძალიან სულელურად და უაზროდ მოგვეჩვენოს ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში ათასობით ადამიანი საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს. რა მანქანა, რა სასახლე, ფეხსაცმლის ფულიც კი არ აქვთ. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიყოთ გულწრფელად მადლიერი იმით, რაც გვაქვს.